უნდა მოგიყვე, რას ნიშნავს სიკვდილის გამოსვლა. ბოლო გამოსვლა სიკვდილის მომენტი ადამიანისთვის არის ბოლო გამოსვლა. და თურმე ასეთი რამ ხდება. რატომღაც ეს ვიცოდი ბავშვობაშიც კი, როცა უზრუნო ვიყავ, რომ სიკვდილის დროს ახდები. სიკვდილის დროს მომენტში ადამიანის თვალზე გაიგებს მთელი მისი სიცოცხლე. ეს ერთი. და სიკვდილის დროს ადამიანი კარგავს ყველაფერს. დიდარი მთელ სიმდიდრეს კარგავს, ცოლ-შვილის პატრონი ცოლ-შვილს კარგავს, პატრიოტიკასისთვის ქრება მისი სამშობლო. ყველაფერი ქრება. სამყარო ქრება, ვარსკვლავებით ყველაფერი ქრება. ეს ხათაშორის ფილოსოფიურად იმას აქვს, რა ქვია, ინგლისების ფილოსოფოს ბერკლის ფილოსოფია, რომ ეს სამყარო ადამიანის წარმოსახვაში არსებობს, ხედვაში, აღქმაში და ადამიანი რომ მოკვდება, ის ხდება ყველაფერი. და რუსთაველსაც ეს აქვს ნათქვამი ასეთნაირად, მე თუ მოკვდე ჩემი წილი, სოფელი მცა გადიფხრების. შენ რასაც ხედავ და ხომ ქრება ის რომ შენს გაქვი. მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში და აი სიკვდილის მომენტში ადამიანს რაზე დაწყდება გული. ვაიმე ჩემო ვენახო თუ დაიძახა, ესე იგი ვენახს ვერ მოცილდება მისი სული, იქ დარჩება. სახს ზეწდება გული ჩემი აშენებული სახლი, ის თავის ოჯახის წევრებს ოჩვენებად ექცევა. არ წავა, ვერ წაიყვანენ, ვერცა ჯოჯოხისიც ვერ წაიყვანენ. თავის ფულების მოყვარული სადღაც დამალული იქ იტრიალებს მისი სული. ანუ ბოლო მომენტში შენ რაზე დაგწდება გული ამ ქვეყნად, ესე ის კაცი ხარ, ის გამოგიჟდია შენ სულში და გულში. მაგრამ ვინც ხელი ცხოვრების მანძილზე ღმერთისადმი სიყვარული გამოზარდა გულში, ხო? სიკვდილის მომენტში დაუშვა თუ ადამიანს ქონდა განცდა რაღაც ესისა ღმერთისა, ხო? ესეც ყველაფერი დიადი სიცარიელი ისაბდოს, საკაცი მარტოა და ამ მეგობარი მაინც ყავდეს, რომ მეგობარი შეყვარებიან, ცოლი შეყვარებიან, შვილი ან დედა. რასაც გაიხსენებს, ესე იგი ეს არის მისი საზომი, რასაც მიუღწევია ამ სიცოცხლეში. და ვისაც გული დასწდება ღმერთზე, ღმერთო სადახარო იცით. ღმერთო რად მიმატოვე, ხო? ან ზოგი იტყვის, ცოლ-შვილო სადახარო, ხო? ფულებო, მაგრამ ქრისტემ ჩააბარა გამოსცა ამითი, რომ მამა ღმერთი გაუქრა. ადამიანური გაგებით ვამბობ, ქრისტე როგორც კაცი, მანაც გაიარა ეს გამოსცა და არ შეწუხებულა იმის გამო, რომ ღვთისმშობელი დედა ყავდა და გაუქრა ღვთისმშობელიც არც მამაც, მეები, არც თავის სულიერი შვილები გაქრა ყველაფერი და ერთადერთი ისი გარდა, რომ გაუქრა ეს მამას ეცლიეთანაც კავშირი გაუქრა და უნებრივად მისმა გულმა ეს ამოიძახა. ღმერთო რად მიმატოვეო. წინვალე ჩააბარა ეს ბოლო გამოსცა ქრისტემ როგორც კაცმა. არსად ეს ასე ახსნია. ეს არის 100%. ამას რო ვინმე საუბრობს, ყველა აღტაცებაში მოდის, იმიტომ რომ ეს ქრისტეს ბოლო სწავლება. ბოლო აი პრაქტიკული. ჩვენც როცა მოგვდებით, აი ასე ქრისტე და ეს ყველაფერი გაგვიხრება, ხო? და უნდა ვზადოთ ქრისტესადმი სიყვარული, რომ აი თუ გაგვიქრა ყველაფერი და აღარაფერია, ხო? ქრისტეს გაქრობა და ქრისტეს მიერი მიტოვებულება განიცადეთ და ეს ვიდარდეთ. იმსავსე ქრისტესთან გავადეთ ლაწანს. ბოლო გამოსცა, რა კარგად ჩააბარა გამოსცა ვეთქვი. და მის გამოსცა პირადად მე გავვლინე. როგორც მე ცოტა სხვანაირად. მომიწია ამის გავლა. ისეთი დროში ვიყავ, ისეთი ამბავი იყო, რომ მოვიდა სიკვდილი. ასეთი სიკვდილი უნდა მოაკვდე, ფეხზე ვიდექი, პატარა ოთახი იყო, იქ ტახტი იყო და რომ მეწვია სიკვდილი,
ხო რომ უნდა მოკვდარიყავი და სიკვდილის მოსვლა და ჩემ გულში უდიდესი სიხარულის აფეთქება ერთი იყო. არა ის კი არა რომ ამე გაქრა და რაღაცა. ჩემ გულში იფეთქა სიხარულმა იმის გამო რომ აი ახლა რომ მოკვდები ქრისტესთან წარდგები. ისეთ სიხარული ისე ინით თავწერილი სიხარული. დავწექი მაშინვე. აბა ჰე ღმერთო. მოვდივა. ვიცი რომ სიკვდილის დროს მეთან მიგიყვანენ და თუ ახლა ისეთ ცოდვილი არ ახარ რომ ეს საზვერებს ვერ გასდი და პირდაპირ ქრისტეში ჩავარდი. აუცილებლად უნდა მოხვდე ქრისტესთან და ის პირველი სასამართლო თუ ესა ადგილი სად მიგიჩინონ ბოლო ჟამამდე უნდა გაირკვეს, ხო? ხო და თუნდაც აი ამ შემთხვევაში მაინც ქრისტესთან ხო წავდგებოდი და ისეთი სიხარული აღმოხდა გულში რომ უნდა მოგვდარიყავი, კაცო ძალის ნასახი აღარ მაქვს. უცებ ავისე ძალით ენერგიის სიხარული და ის სიკვდილის მიზეზი ჩემი სისუსტე და ეს წიწვით ავატყოფობით ახსება ხო გაქრა ყველაფერი. წამოხიფერზე ანუ ღმერთმა მიიღო ეს ჩემი ისა გამოსდა და ჩათვალა რომ ეს კიდევ იყო სამქვეყნად კიდე წარემატება და გამიხამძლება სიცოცხლეებად. ეს იყო 1995 წელს. მოგასაგებია. ეს არის დიადი ცოდნა, ეს არის ჩემი პრაქტიკა. ასე რომ შენც ასევე ეს უნდა ზარდო. ალალ მართლად პატიოსნად ღმერთისადმი სიყვარული. ან ჩემსავით სიხარულით აღივსები სიკვდილის დროს. ან და თუ ისეთნაირად მოხდა როგორც წესია საერთოდ და გაგიქრა ყველაფერი სიკვდილის ჟამს და დარჩი მარტო დიად სიცარიელეში, დიად მარტოობაში. ხო? ამ დროს შენ მხოლოდ ქრისტეს გაშორება უნდა ინატრო. აი მე სადა თითქოს ქონდა შენი შეგნება ახლა აღარ მაქვს და ეს უნდა ინატრო და არა ეს წვანე კურტკა რო გაცვია ახლა და ეს წვანე კურტკა აღარ ჩანს საწავიდან დედა იოანა როგორ მიყვარდა დედა იოანა ეს რო იდარდა ჩეზინა თუ რა ხო გასაგებია არაფერს ფასი არ აქვს დედა შენსაც შენ შვილსაც ყველას ღმერთი მიხედავს ყველას რა გამოსთა ჭირდება მათი სულიერი დაგამით ყველაფერს ის მიხედავს ჩვენ კი არის ბოლო გამოსწესა უნდა ვზარდოთ ღმერთის სიყვარული ღმერთის სიყვარულს დის ადამიანი თავის გულში და იმდენად დის რომ უკვე ყველაფერი დანარჩენი გაფემქრალდა ისეთნაირად გამოზარდა თავის გულში ღმერთისადმი სიყვარული რო ყავს დანარჩენი არაფერი ახსოვს მხოლოდ ღმერთი ეგონება დღე და ღამე ასეთი ადამიანი უკვე ყოველად სასარგებლოა დედისთვისაც მამისთვისაც შვილისთვისაც ქვეყნისთვისაც მთელი კაცობრიობის და ღმერთისთვის ხო და ეხლა როცა ადამიანს აქვს ეგოისტური რაღაცა უვიცი სიყვარული და მიჯაჭვულობა დედისადმი მოხუცი დედისადმი შვილებისადმი ხო ასეთი ადამიანი კი შეეწევა გარკვეულწილად ადამიანური ხარისხით თავის ახლობლებს მაგრამ სად უკვე გახტობილი ადამიანის ძალა და მადლი რომელიც შეეწევა მთელ კაცობრიობას არა თუ მხოლოდ მის დედას ან ახლობლებს რომელია უკეთესი ასე რომ სწორი აზროვნება სწორი ცოდნა არის ჩვენთვის თავი